კვლევები ძირითადად ტარდება დამწყებ და საშუალო დონის მოვარჯიშეებზე. მათთვის კუნთის გაზრდა შედარებით მარტივია, ამიტომ შეიძლება მათი შედეგები ყველაზე არ უსწევდებოდეს. პროფესიონალი ბოდიბილდერების ასეთ კვლევების ჩართვა შედარებით მეტ ფულს მოითხოვს. ბოდიბილდერებისთვის შეჯიბრებისთვის მომზადება და სპორტში წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, უფრო პრიორიტეტულია. აღმოჩნდა, რომ მაღალი დონის ბოდიბილდერებიც სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ კუნთის გასაზრდელად. მაგალითად, ჯეი კატლერი, არნოლდ შვარცენეგერი და ტომ პლაცი ცნობილები არიან შედარებით დაბალი წონებით და მაღალი გამეორებებით. რონი კოლმანი და დორიან იეიტსი შედარებით მაღალ წონებს იყენებდნენ და ნაკლებ გამეორებას აკეთებდნენ. ქართველ ბოდიბილდერებსაც რომ შევხედოთ, რაზო ბოჭორიშვილისგან მსმენია, რომ მძიმე წონებსაც იყენებს და მსუბუქსაც. ამიტომ რეალურ პროფესიონალებზე დაკვირვების შედეგადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუნთის გაზრდა მძიმე წონებითაც შეიძლება და მსუბუქ წონებითაც. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. მსუბუქში იგულისხმება მაქსიმუმის დაახლოებით 60% ან ცოტა ნაკლები. ანუ მსუბუქი წონებით ვარჯიშის დროსაც ბოლო რამოდენიმე გამეორება უნდა გიჭირდეს, ან მეტის გაკეთება საერთოდ ვეღარ უნდა შეძლოს.